მოგესალმებით ანა, მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად. ანა, რა თქმა უნდა, თქვენც მინდა გითხოთ აი ამ ტრისტან წეთელაშვილის ერთგვარ გაუგებრობასთან დაკავშირებით თქვენ გაქვთ მოლოდინი, რომ მამუკა ბახტაძემ შესაძლებელია გააკეთოს საჯარო განმარტება ამ საკითხზე, რატომ მიიღო ტრისტან წეთელაშვილმა პრემიერისგან მისალოცი ბარათი საახალწლოდ. განმარტებაზე არ ვიცი, შეიძლება გააკეთოს კიდევაც, მაგრამ პასუხის გებლობის თვალსაზრისით, რომ ძალიან დიდი გარღვევა არის ქართულ ოცნებაში, ეს ცხადია. ჩვენ გვსმენია უამრავი ადამიანის შესახებ, მაგალითად სოსო გოგაშვილი, ხო, რომელიც გაუშვეს სამსახურიდან, იმიტომ ძალიან ბევრი ადამიანი, მაგრამ ყველაზე, რა თქმა უნდა, ყველაზე ესე იგი წარმოსახვითი სიმბოლო ამ ყველაფრის არის ოთარ ფარცხალაძე, რომელმაც ღიად და საჯაროდ თავს დაესხა და სცემა მაღალი თანამდებობის პირი და დღეს ისევ ქუჩაში არის და გარდა ამისა მასზე ძალიან ბევრ რამესაც ამბობენ. ანუ პასუხისგებლობის მხრივ რაღაცა არასახელმწიფოებრივი მიდგომა არის ქართულ ოცნებაში, ამიტომ მე მეეჭვება, რომ ჩვენ ვნახოთ, თუმცა ეხლა შეიძლება სპეციალურად რამე გაკეთდეს კონკრეტულად, მაგრამ ზოგადად უამრავი შემთხვევა გვაქვს, როდესაც უფრო ხდება ვიღაცეების, ვთქვათ, წარსულით манипуლირება, არასწორად იგივე ეკაბესელიაზე საუბარი, რომ ჩვენ ვაპირებდით გაგვეთავისუფლებინა და არ გავათავისუფლეთ, ანუ რაღაცა ჭორ მართლით манипуლირება, რაღაც ასინეთობა. ვიდრე ღიად და საჯაროდ ვიღაცისთვის პასუხისგებლობის მოთხოვნა. დააშავა, თქვი რომ დააშავა, თქვი, ან გაასამართლე, ან დააკავე, ან პირიქით, ან დასაჯე, ანუ რაღაცა ესე როგორც გაკეთდებოდა ნორმალურ კანონზე დაყრდნობილ სახელმწიფოში, მაგრამ ჩვენი სახელმწიფო და მართველი პარტია ფუნქციონირებს პირიქით. ადამიანი, რომელიც არის გასვრილი, ადამიანი, რომელსაც აქვს ჩადენილი დანაშაული ან შეცდომა, არის სასარგებლო ადამიანი. იგივე სასამართლოსაც უკავშირდება, ხო ეს ყველაფერი. შემთხვევითი არ არის, რომ ერთ-ერთი ყველაზე საეჭვო ადამიანი არის ადამიანი, რომელთაც გამოაცხადა ბიძინა ივანიშვილმა სისტემის მსხვერპლად და სწორედ მას შეხვდა ლევან მურუსიძეზე საუბარი. რატომ? იმიტომ რომ ასეთი ადამიანები ეს საბჭოთა დროიდანაც მოდის, ძალიან სასარგებლონი არიან. ისინი არიან ფაქტობრივად დავალებების შემსრულებლები, მათ არასოდეს არ მოაფიქრდება, თქვა, აი ესე დასხდნენ და საკუთარი აზრი თქვან და ამიტომ არის რომ პასუხის მოთხოვნა კი არ ხდება, ასეთ ადამიანებს დაიბარებენ, საყვედურს მისცემენ, მესიჯს გადასცემენ და ამის შემდეგ ისინი უნდა ემსახურონ იმ ადამიანს, ვინც ამ მესიჯს გადასცემს. ანა, ხვალ თქვენ და ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის საბჭოს კიდევ ერთი არამოსამართლე წევრი აპირებთ, რომ მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები წარუდგინოთ საკანონმდებლო ორგანოს, როგორც მე ვხვდები? დიახ. რა ფორმატში აპირებთ კანონმდებლებთან შეხვედრას, მართველი გუნდის რომელ ბანაკთან, ამბოხებულებთან თუ არა ამბოხებულებთან და არ ვიცი, რას ემსახურება თქვენი ეს ნაბიჯი, ანუ თქვენ ისე ჩამოთვალეთ, რომ ყველა სისტემაში, ქვეყანაში, სადაც ფარცხალაძეზე ვრცელდება დაუსჯელობის სინდრომი, სადაც წითელაშვილი იღებს პრემიერისგან საახალწლოდ მისალოც ბარათს, სად არის იმედი იმისა, რომ შესაძლებელია შეიცვალოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები? დიახ, პირველ რიგში ეს ამბოხებულები ეს ტერმინი რაღაცა ცოტა ზედმეტად მეჩვენება, იმიტომ რომ იმის ფონზე რაც ნამდვილად იყო ამბოხება, აჯანყება და შეთქმულება, ეხლა ქაქუცა ჩოლოყაშვილი მახსენდება და ამის ფონზე ცოტა ამ დეპუტატებზე საუბარი ცოტა არ იყოს გადამეტებულია. ეხლა არც ერთი მათგანი ხმალამოღებული არ დარბის პარლამენტის შენობაში, ნეტად დარბოდეს სხვათა შორის, მაგრამ არ დარბის. დეკაბესელიასგან რომ ხმალამოღებული ხმალამოღებული ადამიანები თავიდანვე ხმალამოღებულად იბრძოდნენ და ამოიღებდნენ ხმას, როდესაც მიხეილ ჩინჩალაძე უადოდ გამტესდა სხვათა შორის. კარგახნის წინ იყო და ლევან მურუსიძე დაინიშნა გამოსაცდელი ვადით. ან თქვენ გაქვთ ეს პრეტენზიები მართველი გუნდის, მათ შორის ეგრეთ წოდებულ ამბოხებულ წევრებთან? ყველას მიმართ, რა თქმა უნდა, მაქვს ყველას მიმართ, თუმცა ხა მანდ შავი და თეთრი არ არის, სხვადასხვა ფერებთან გვაქვს საქმე და მე ერთი და იგივე ყუთში ვერ ჩავდებ ლევან გოგიჩაიშვილს, რომელსაც თავისი წვლილი ქართული ოცნების ხელისუფლებაში აქვს შეტანილი, მან მოიხადა პოლიტიკური თვალსაზრისით, მან მოიხადა მსჯავრი, ის პოლიტიკურად იყო გასამართლებული, მე მისი
ვაჟკაცური საქციელი თავის დროზე მინახავს არაერთხელ და ერთი და იგივე კალათაში სოფო კილაძესთან და ვანო ზარდიაშვილთან არ უნდა ჩავდოთ. ძალიან სამწუხაროა რომ მათ თავის დროზე ჩაიდეს თავი ამ კალათაში და სამწუხაროა რომ ვიღაცამ გადაწყვეტა რომ ერთ კალათაში უნდა იყოს აი ეს ხალხი. მაგალითად დღეს ნახე მართლა სოფო კილაძის კომენტარი რომ სიარო შეჭერდაო თურმე იმიტომ შეჭერდაო რომ ეს ბიძინა ივანიშვილის და ამ გუნდის დამსახურებაო და ეს კომენტარი ძალიან პრობლემულია. აქ ჩანს ამ ხალხს ავიწყდება ისინი ხელისუფლებაში მოიყვანა ქართველმა ხალხმა, რომელიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მართლა საკუთარი კალმებით მივიდნენ არჩევნებზე, რომ შეეცვალათ ხელისუფლება და ეხლა ამათ ყველაფერი დაავიწყდათ და დარჩნენ თვითონ მარტო გადაწყვეტილების მიმღებებად. ეხლა მე ხვალ ჩვენ ვაგრძელებთ მეორე ეტაპს ამ ჩვენი ბრძოლის, რომელიც დავიწყეთ იუსტიციის საბჭოში და რომელსაც კარგია რომ ბევრად მეტი ხალხი უერთდება, მე მგონი არა მარტო პარლამენტის შიგნით, პარლამენტის გარეთაც ესეთი აქტუალური სასამართლოს თემა მე მახსოვს როდის იყო ბევრი წლის წინ, როდესაც მართლა მაშინ იყვნენ აჯანყებული მოსამართლეები, ვაუჯანყდნენ მაშინ მიხეილ სააკაშვილს და მეორე ეტაპი მდგომარეობს შემდეგში. სია გავაჩერეთ. მაგრამ მაშინ რით დასრულდა ანა ეს აჯანყება? კი, მაშინ მოსამართლეები დარჩნენ სისტემის მიღმა, როგორც გვახსოვს, ხო? კი, მაშინ ისინი დარჩნენ სისტემის მიღმა, ეს დასრულდა ძალიან ცუდად, მაგრამ პარალელს ნუ გავავლებთ, ეს იყო 2006 წელი, როდესაც თავისი ავტორიტარული ძალაუფლების სრულ კონსოლიდაციას ახდენდა მიხეილ სააკაშვილი. ჩვენ ზუსტი პარალელები აქ არ უნდა გავავლოთ, უბრალოდ ტერმინი აჯანყება და ამბოხება არ მგონია, რომ ეხლა მიესადაგებოდეს ამ რამდენიმე დეპუტატს, რომელმაც როგორც იქნა ერთი წელია მარტო მე ვყვერე ვარ იუსტიციის საბჭოდან. რატომ? თქვენ როგორ ფიქრობთ? რა გახდა მიზეზი? როგორც იქნა ხმა ამოიღო, დიახ. რა გახდა მიზეზი, რომ მაინც და მაინც აი ახლა ერთი ცნობილი ქართული ფილმის არ იყოს, მთელი წელი რომ ხმა არ ამოუღიათ და მთელი მათ შორის ზოგი ორი მოწვევის პარლამენტის განმავლობაში არ ამოუღია ხმა ამ თემასთან დაკავშირებით და სწორედ ახლა რომ საუბრობს. თვითონ ახსნან მათ. მე მინდა რომ თვითონ თქვენთან რომ მოვლენ ეთერში და თუ მოვლენ, თვითონ ახსნან რატო, როგორ, როდის მოხდა, როდის იყო ალიანსი ზარდიაშვილის თუ ჩინჩალაძის ჯგუფთან ზარდიაშვილი აქ რა თქმა უნდა არის ჩვეულებრივი რაღაცა მეკავშირე ოფიცერი, თორე სინამდვილეში ჩინჩალაძესთან როდის მოხდა, მათ ახსნან ეს. საქმე იმაშია რომ ეს ბრძოლა ამ დეპუტატებს თლიანად უმრავლესობას გულისხმობ. ცოტა ადრე რომ გამოფხიზლებულიყვნენ, ჩვენ არ მივიღებდით იმ მძიმე შედეგს იუსტიციის მომსახურების ზონეს გაცდენილ იუსტიციის საბჭოს სახით, მაგრამ დღეს ეს არ არის მნიშვნელოვანი. დღეს მნიშვნელოვანი არის რომ ბევრად მეტი ხალხი ფხიზლდება ყოველ დღე. და ფხიზლდება, იმიტომ რომ ჩვენ მივედით გზა გასახარზე. მათ დაინახეს, რომ ხო მოიხადა რამდენიმე წელი ლევან გოგიჩაიშვილმა, ხო მოიხადა რამდენიმე წელი უამრავმა პოლიტპატიმრებმა, მაგათი ოჯახის წევრებმა. აი ეს მოსამართლეები, ვინც ისინი ხმის ამოუღებლად, სასამართლო დარბაზში ხმის ამოუღებლად გაუშვეს ციხეში, ის მოსამართლეები მათ შვილიშვილებს დახტებიან სასამართლო დარბაზში. ეს ძალიან მძიმე რეალობაა და იმედი მაქვს, რომ ამ რეალობას გაითვალისწინებს ისინი, ვინც სამპულდებს უნდა დააჭირონ ხელი. სხვათა შორის ერთ-ერთი მოთხოვნა მოსამართლეთა სიის რადიკალურ ცვლილებასთან ერთად არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ამ შემადგენლობის დაშლა. ერთ-ერთი ვინც ამ იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებიდან აქტიურობს ბოლო პერიოდში, მანამდე თქვენ აქტიურობდით ხოლმე, თქვენ და ნაზი ჯანეზაშვილი. ახლა სერგო მეთოფიშვილი, საერთოდ არ ვიცოდით ჟურნალისტობა მისი სახელი და გვარი, მაგრამ ახლა ყველა მზეპირად ვიცით და ვიცით მისი განცხადებებით. ის ამბობს, რომ თქვენ არამოსამართლე წევრებს გაქვთ გარკვეული დაინტერესება იმისა, რომ სისტემას შიგნიდან შეუქმნათ პრობლემა და ხშირ შემთხვევაში თქვენი განცხადებები არასამთავრობო ორგანიზაციების მიზნებით არის ნაკარნახევი. ვინ არის ეს ადამიანი? იქნებ გითხრათ უფრო მეტი სერგო მეთოფიშვილის შესახებ. სერგო მეთოფიშვილის შესახებ კითხეთ მას თვითონ, დარწმუნებული ვარ, მას ძალიან გაუხარდება ეს საზოგადოებრივი ყურადღება. მე მას დავარქვი იუსტიციის საბჭოს ჟირინოვსკი, ის საკუთარი ოდიოზური განცხადებებით ცდილობს რომ მიიპყროს ყურადღება და რაც მთავარია, ხას უსვავს სისტემურ პრობლემას, რომ დაუშვებელია მოსამართლეები მონაწილეობდნენ პოლიტიკურ დებატებში. სერგო მეთოფიშვილი და ყველა მოსამართლე, რომელიც საჯაროდ მონაწილეობს პოლიტიკურ დებატებში, აკეთებს პოლიტიკურ კომენტარს, პირდაპირ არღვევს
მოსამართლე და ეთიკის წესებს და სტანდარტებს. პირდაპირ უნდა დაექვემდებაროს დისციპლინურ დევნას, რომელსაც ვერ დაექვემდებარება. იცით რატომ? იმიტომ რომ ჩვენმა პარლამენტმა შექმნა სისტემა, რომ ეს მოსამართლეები არიან ეს შეკრულები და თუ გადაწყვეტეს, რომ დასაჯონ ვინმე ურჩი მოსამართლე დასჯიან. თუ გადაწყვეტეს, რომ არ დასაჯონ, მაგალითად საკუთარი მეგობარი, თანამოაზრე სერგო მეტოფიშვილი არ დასჯიან. ამიტომ არის რომ იუსტიციის საბჭო გავიდა მომსახურების არიდან. დღეს ისინი პრეტენზიას აცხადებენ იმაზე, რომ არა მარტო მართონ სასამართლო სისტემა. თურმე თან როცა უნდა ჩაქუჩი ატრიალონ სასამართლო დარბაზში და პასუხი აგებინონ ხალხს და როცა უნდათ გაიხადონ მარტია და პოლიტიკურ დებატებში იმონაწილეა უნდა. ესე არ არის. ჩვენი კონსტიტუციური პრინციპია, რომ მოსამართლე ჩვენი კანონმდებლობის ფუძემდებელი პრინციპია. მოსამართლის მთავარი საკომუნიკაციო საშუალება საზოგადოებასთან არის მისი გადაწყვეტილება. მოსამართლე, რომელიც ამ ფარგლებს სცილდება, არღვევს ეთიკის წესებს, უნდა დაექვემდებაროს პასუხისმგებლობას და მე გეტყვით მეც. არ დაექვემდებარება, იმიტომ რომ ისინი სწორედ არ არიან კანონგარეშე არიან გასულები და ეს სწორედ რომ ჩვენი პოლიტიკური მართველი გუნდის დამსახურებაა ეს სიტუაცია. ანუ ხვალ მაშინ გამოდის რომ წინასწარვე წაგებულ ბრძოლაში მიდიხართ და რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს, როგორ იქნება ძირითადი კრიტერიუმები, რომელიც თქვენი შეხედულებით, რომლის მიხედვითაც თქვენი შეხედულებით უნდა მოხდეს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევა. პირიქით, ჩვენ ძალიან ნახეთ რა შეა საქმე. ამ ხალხმა გაბედა და დეკემბრის ბოლოს საშობაოდ კათოლიკური შობისთვის, როცა ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია დაკეტილია, ეს იყო მათი გათვლა. ყველა უცხოური ორგანიზაცია, მრავალმილიონიანი ინვესტიცია, ვისაც აქვს ჩადებული ჩვენს მართლმსაჯულებაში, ხო? ამერიკელები, ევროკავშირი, ყველა წასულია შვებულებაში, გაბედეს. და ნაუცბადევად ზეპირად სია ჩაგვაწერინეს. თქვენ გონიათ ეს რაღაც წინასწარი გარანტიების გარეშე გააკეთეს? არანაირად. და ჩვენ ეს პროცესი გავაჩერეთ. ჩვენში გულისხმობ, მე არ გულისხმობ ვიღაცეებისგან განსხვავებით ჩემ თავს, იმიტომ რომ მე ვარ ერთი ჩვეულებრივი საქართველოს მოქალაქე, მე და ნაზი ჯანეზაშვილი. არაერთხელ ამის გვცემეს იუსტიციის საბჭოში და ჩვენ დეპუტატებს მაშინ პირი ქონდათ ამოკერილი. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უგზო-უკვლოდ დაიკარგა და არავის კომენტარი ამაზე არ გაუკეთებია. ხმა არ ამოუღია ადამიანს, სად არის საერთოდ არავინ არ იცის. ჩვენ ძალიან დიდი ბრძოლა მოვიგეთ და ეს იყო საზოგადოების დამსახურება. ეს იყო ჩვეულებრივი თქვენი დამსახურება, ტელევიზიების დამსახურება, ყველა ტელევიზიის დამსახურება, საიდანაც ეს თემა არ ჩამოსულა ბოლო 3 კვირის განმავლობაში. ეს ბრძოლა მოვიგეთ, ყველგან სადაც ეს წნეხი იქნება, ამ ბრძოლას ჩვენ მოვიგეთ. მაგრამ ეს არ არის გადამწყვეტი ბრძოლა, ანუ რა იქნება, რისთვის ხართ მზად გადამწყვეტ ბრძოლაში და გაქვთ თუ არა და ვისი იმედი გაქვთ საკანონმდებლო ორგანოში, რადგან საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება მათი მისაღებია. დიახ. სანამ ეს ქვეყანა იქნება დემოკრატია, აქ აკეთებს საქართველოს მოსახლეობა. არაკეთებს რომელიმე ერთი ბიზნეს ჯგუფი, ან რომელიმე ერთი გავლენიანი პირი. უკვე თავს აქ დაკვეთას აკეთებს, შეკვეთებს გამოსცემს საქართველოს, სანამ ეს იქნება დემოკრატია. თუ არ იქნება დემოკრატია და დახურავენ ტელევიზიებს და გაზეთებს და ინტერნეტს საშუალებას, ქართველი ხალხის აზრი არავითარი მნიშვნელობა არ ექნება, მაგრამ დღეს ქართველი ხალხის აზრი მნიშვნელოვანია, მე პირადად ვარ ამ აზრის გამტანი. ჩემთვის ბოლო 20 წლის განმავლობაში უმნიშვნელოვანესი იყო, რომ ბოლო ამ ქვეყანაში დადგეს სისტემა, სადაც ადამიანის სასამართლოში რომ მივა, მე და ირინა ენუქიძე საწყლები რო ვიყავი და რამდენიმე აქტივისტი სასამართლოში ასე ხელებს უბრახუნებდი და არავინ არ გვისვამდა, ეს აღარ განმეორდეს. და მაქსიმალურად ვეცდები ქართველი ხალხის მეოხებით, რომ ეს მომავალი როდესღაც აქ დავამკვიდროთ. ანა, რა ფორმით, ანუ რას ნიშნავს ქართველი ხალხის მეოხებით, იმიტომ რომ გააკეთა გარკვეული მინიშნებები, რომ თუ საჭირო გახდება, შესაძლებელია აქციებსაც არ მოერიდოს საზოგადოების ის ნაწილი, ვინც ფიქრობს, რომ უნდა შეიცვალოს მიდგომა მოსამართლეების არჩევის წესში. უამრავი ადამიანია, რომელიც აქციებზე საუბრობს, ეს არის დემოკრატიული ქვეყანა, როგორც ვამბობ, და ვისაც უნდა მოიწევს, რასაც უნდა აქციას, მთავარი არის, რას ფიქრობს და მე ვფიქრობ ამ ხრივ ქართულ ხალხს ნათქვამი აქვს თავის სიტყვა. ახლიდან ვკითხოთ, ეხლა მურუსიძე კარგი მოსამართლეა თუ არა. თავის დროზე არ მივიდოდნენ ესენი არჩევნებზე, რომ ეფიქრათ, რომ ლევან მურუსიძე არის ბრწყინვალე მოსამართლე და მეორე ილია ჭავჭავაძე არის, რომელიც თავის დროზე მსაჯული იყო. ეს თქვა ქართველმა ხალხმა,
კიდევ არაერთხელ იტყვის სხვადასხვა საშუალებით. მე ვარ ერთ საბჭოს ერთი წევრი, მადლობა ღმერთს, მაქვს საშუალება რომ აგერ ვიჯდე და ხალხში გამოვიტანო ის რაც ამ ორგანოში ხდება, რომელიც მისამართი სხვათა შორის არავინ არ იცოდა მანამ სანამ მე და ნაზი ჯანეზაშვილი იქ მოხვდებოდით და მაქსიმალურად გავაკეთებ ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში, რომ ნორმალური, სუფთა და კომპეტენტური ხალხი მოხდა. დაილია სუფთა და კომპეტენტური იურისტები სტრასბურგში გასაგზავნად რო ეძებდნენ ერთი წელი? დაილია უბრალოდ სუფთა და მცოდნე იურისტები, არ დაილია. ესეთი ხალხი შევიყვანოთ სასამართლო სისტემაში. ვის ხვდებით შეგიძლიათ კიდევ ერთხელ შეგეკითხებით ხვალ პარლამენტში ვის ხვდებით? ხვალ ჩვენ წარვადგენთ საკანონმდებლო წინადადებას, კონკრეტული შეხვედრა არ გვაქვს. ეს იქნება პროცესი, როდესაც ჩვენ გვაქვს დაწერილი ჩვენი კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც უნდა შეირჩეს კანდიდატურები. აქ მთავარი პრინციპია, რომ საბჭოს ჩამოერთვას საშუალება უმრავლესობით მიიღოს ეს გადაწყვეტილება, იმიტომ რომ სწორედ ამ უმრავლესობით აკეთებს, რასაც უნდა. ერთხმად ჩვენი შემადგენლობითაც მიიღოს ეს გადაწყვეტილება და სხვადასხვა პრინციპები დავიწყებთ ამ პროცესს. შევალთ იმ სამუშაო ჯგუფში. ვეცდებით გავიტანოთ ისეთი წესები, რომელიც მოგცემს საშუალებას. აი ამერიკაში ახლა ერთი კვირა რომ მართლა აწვალეს ის მოსამართლე ტრამპმა, პრეზიდენტმა ტრამპმა რო წარადგინა და 8 მილიონი მაყურებელი ყავდა მას ინტერნეტში მოსამართლეს. ასე აპირებთ რომ მე ვაპირებ ჩემთვის მოსამართლეობის კანდიდატებით? კი, მე ვფიქრობ რომ უდიდესი, უმაღლესი სტანდარტი უნდა იყოს ამ თანამდებობაზე მოხვედრისთვის, იმიტომ რომ ნახეთ ეს არის თანამდებობა, რომელიც იქნება უმაღლესი თანამდებობა ჩვენ სასამართლო სისტემაში და იქ ხალხს ჩვენ უპრეცედენტოდ ვნიშნავთ უვადოდ. ანუ შემდეგი ჩემი შვილი და ჩემი შვილიშვილიც უნდა წარდგეს და ყველა ბიზნესმენი, რომელიც საქართველოშია, ყველა პოლიტიკოსი, ყველა ჟურნალისტი უნდა საბოლოო ჯამში წარდგეს ამ ადამიანის მართლმსაჯულების წინაშე და ეხლა ერთი გასაუბრების უნდა ეშინოდეს ამ ხალხს და ესე ჩუმჩუმად უნდა გამოდიოდან იუსტიციის საბჭოში, როცა ყველა შვებულებაშია. და ერთი შეკითხვაც მექნება, სხვათა შორის იგივე სერგო მეთოფილშვილმა თქვა, რომ ბარემ შეადგინეთ ეს მოსამართლეების შავი სია და დაგვისაბუთეთ, რატომ არიან ეს ადამიანები შავ სიაშიო. ხომ არ წარმოგიდგენიათ კრიტერიუმებზე საუბრისას, რომ უნდა არსებობდეს შესაძლებელია მოსამართლეების ჩამონათვალი, რომელთა განრიდებაც უნდა მოხდეს სისტემიდან. ან შესაძლებელია სხვა სამართლებრივი ფორმები გამოიძებნოს ამისათვის. მე თავიდანვე ძალიან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი მოსამართლეების უადო დანიშვნისადმი. ესეც ქართულმა ოცნებამ გააკეთა კონსტიტუციაში ესწრება. ჩვენ არ ვიყავით მზად ამ ცვლილებისთვის და მით უმეტეს ის გაგვეკეთებინა ესე როგორც ახლა დღეს მოხდა. წელიწად ნახევარი ამაზე საუბარი რომ გაჩერდეს დანიშვნები, იმიტომ რომ ამ დანიშვნების მეშვეობით მაგალითად სერგო თეთრაძის პატიმრობის საკითხის გამხილველი მოსამართლე დაინიშნა უადოდ. გახსოვთ ეს საკითხი მე წამოვწიე. როდეს ადამიანი, რომელმაც უყურა სერგო თეთრაძე, როგორ ძლივს იდგა ფეხზე. დალურჯებული წამებიდან მიიყვანეს ის სასამართლო დარბაზში და პატიმრობაში დატოვა და ამის შემდეგ მოგტა ეს ადამიანი. ეს მოსამართლე უვადოდ არის დღეს დანიშნული. იმ ცვლილებების ფასად, რომელიც გაიტანა ქართულმა ოცნებამ. ამას ცოტა ხანში არაფერი არ ეშველება უახლოეს მომავალში, მაგრამ საბოლოო ჯამში მე ვფიქრობ, რომ ვიღაცა დააყენებს ამ საკითხს, ეს საკითხი უნდა დადგეს. იმიტომ რომ ჩვენ მოსახლეობას უნდა ვაღირსოთ, მის ღირსებას უნდა ვაღირსოთ. სასამართლოში რომ უნდა უხაროდეს. იქ ისეთი ადამიანი დახვდება, რომლის მსჯავრს ადამიანი დაუჯერებს და გაითვალისწინებს. ესეთი სასამართლო უნდა გავაკეთოთ. კეთილია. ანა, ძალიან დიდი მადლობა.